თოთლაზე დავითი ვახტანგიზე ამიყვანეს ზევით რა ზღვაზე იქ სროლები რო დაიწყო და ვიყავი იქ კიდოვანის იმაში იმათი შტაბი იყო რა ყველაფერი ასაც ხედავთ იქ მოხდა რა ავი რომელი რიცხვი 4 რიცხვი იყო რა ის სროლები რო მოხდა 4 რიცხვი იყო რა ეხლა გამომიშვეს გამცვალეს ეს ავღანეთთა კავშირი ჩაერია გიორგაძეს გამსვალეს მაგით ესე იგი ავანტყოფს თავის არეში ქონდა მიყენებული ძირითადად სახის არეში ძლიერი ნაცემის გამო ეტყობა მიყენებული ძლიერი ტრავმა ესე იგი ცხვირის არეში და მარცხენა თვალის არეში რაც გამოიხატებოდა გემატომით და ჭრილობებით ცხვირის არეში. აგრეთვე ხელის არეში ქონდა მიყენებული ჭრილობები, ეტყობა რაღაც დამწრობის ხასიათის იყო ზურგის არეში, მხრების არეში და ხელის არეში. აგრეთვე გემატომა მარჯვენა ხელის არეში და საკმაოდ მთლიდან მთელი სხეულის დაჟიჟილობა. აი ეს რაც შემიძლია გითხრათ. თქვენ იმუშავეთ ახლა? იყოს ეს სტუდიაზე. დამწრობი. პატარა არის და. მასე პატარა. აი აქ ეს. იმუშავეთ ახლა. ასეთივეა აი აქ. ესეც გავხსნა? არა. ხო. აი აქ სადაც აი აქ ზუსტად ესეთი იყო უფრო დიდი. ასეთი დასროლა. საგანი იყო და ეს აქ იცით რა ესეთივე დაჟიჟილება უფრო ძლიერი შეხსნა არა აქ უკვე ეს აღარ გიხარ ცოდვა და ხო და აი აქაც ეგეთი ეს მიგე ახლის მიიტანა დამწარია ეგეთ დამწრობა რა? ახლა ის წამალია ხოთასაც. კატეგორია რა, რომელი კატეგორიის დამწრობა? ეს იქნება მეორე. მეორე კატეგორია. დაუხურეთ. აი ეგრეასთან რა ხდება? იგივე. აი ეს ჩალენჯი გემატომა. გახსნა შეიძლება. არა შეიძლება. აგი და გახსნა აგი. ახლა მოდი წინიდან იმასკი. ani აცლი. ხო, მაშინ თვალი თუ დაუჟი თვალი გამოაჩინეთ ზურგში. პერსაჩული.
დაიწყო. თვალი რომული რომ ამქვია სახელი გუშინ საღამოს დამაგავეს თემქაზე ასასვლელთან ზღვის ასასვლელთან. დამაგავეს იყვნენ იარაღები ავტომატი ქონათ, მუხა ქონდათ სასრული და მიმიყვანეს იქ ჩემი მანქანით ვიყავი საკუთარი მანქანით მიმიყვანეს შტაბში. იარაღი ქონდა? მე ტაბელური მაკაროვის სისტემის იარაღი მქონდა ჩემი. იარაღი ამომიღეს და მიმიყვანეს შტაბში, თავიანთ შტაბში იქ შემიყვანეს მანქანა და გააჩერეს იქ დაიტოვეს მანქანა. და ამკითხეს შემეკითხნენ მის სამართლებს, ვისი მისამართი იციო. დიდი ხანი არ მუშაობ, მეთქი არავის არ ვიცნობ, იმდენად მისამართები არ ვიცი მეთქი. მე დამიშვეს რაღაც შეკითხვები და ჩამიყვანეს ქვევით ამასთან ამის გვერდით საკანევით იყო რაღაცა მოწყობილი ოთახი იქ ვიყავი. მოდიოდნენ ნახო ბიჭები იქაური გვარდიელები და ზოგი მას მეკითხებოდა ზოგი ამას. ფიზიკურად თუ შეგეხო? ფიზიკურად დაკითხვის დროს ერთხელ დღეს ეს უცემეს მე რაღაც შემოვიდა კიდე იმანს მარტყა პატარაზე რა, მაგრამ იქ ისინი ვინც იყვნენ იქ ყარაულები ვინც იყვნენ ავტომატებით, 1-2 ბიჭი, კაი ბიჭები იყვნენ ისინი ამასაც იმათმა უშველეს და მეც თითქმის რა რო არ ვეცემეთ. და ვინ აქტიურობდა თქვენს ცემაში? არ ვიცი ერთი ნასვამი იყო მე მგონი რა სახელი გვარი არ ვთქვი. არა არ ვიცი ისეცვა ფორმა ეცვა ეს გვარდიის ფორმა ეცვა ერთი იქ იყო და მეორეს გვარდიის ფორმით იყო მაღალი ზარავი ბიჭი იყო. მიზეზი მაინც რა იყო? აი რა მიზეზით გცემდნენ? რატო გხოცავ რას გვერდში რა გინათო ეს მიზეზი იყო ეს ამით შემოვიდნენ ესიც მაგიტოცემეს მამასაც მივიდნენ შემოგვიკალითო და დასაწყვილები ხართ ყველანი მე რა უნდა მეთქო ხმას არ ვიღებდი რა გაჩვენებულიყავი. როგორ გამოგიშვეს? მე დღეს ეხა საღამოთი მოვიდა იმათი ჩისავოი იყო ის კაი ბიჭი ჩანდა ის წამოგვიყვანეს ავტომატებით მე და ეს სადაც მაგათი ის არის საკონტროლო პუნქტი მანდ მიგვიყვანეს და იქ ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩაგვაბარეს იმათ ჩაგვსვეს მანქანებში რაღაც ილაპარაკეს და გამოგვიშვეს. ეს პირადი ნივთები და ეს დაიტოვეს ყველაფერი. როგორი შთაბეჭდილება შეგექმნა? შთაბეჭდილება როგორ გითხრათ ახლა იქ არიან რამოდენიმე ბიჭი არის მე როგორ შევატყვე რომ არ ვიცი მოტყვებით არიან არ ვიცი ისე არიან მაგრამ არიან ისეთებიც რომ არ ღირს ერთად ლაპარაკის ერთთან 1-2 ბიჭი ნორმალური ბიჭი იყო მე მგონი თანახმაც არიან აქ წამოსვლაზე. რა ასაკის ხალხია? წლოვანებით ერთი პატარა ბიჭი იყო, კაი ბიჭი იყო ერთი, დაახლოებით 16-17 წლის იქნებოდა. ორნი იყვნენ დაახლოებით 22-21 წლის და დანარჩენები რა ვიცი 40 წლისაც ალბათ. ეს დიდები 28 წლისებით ალბათ. გაწვეული გვარდიელები აი რიგითები 17-18 წლის ბიჭები თუ შეხვდა? არა, აი სამი ბიჭის მეტი არა. ერთი ბავშვი იყო და 2 ბიჭი იყო. მეტი არავინ არ დამინახია. აი როცა მიგიყვანეს თვითონ აი როგორი სიტუაცია იქ? შტაბი აქვს თავისი, ოფიცერი იყო ვიღაც. მან დამკითხა შემეკითხა რაღაცეები.
მანქანის საბუთების, პირადობის მოწმობა, მანქანის მართვის მოწმობა ეგენი ჩავამართვეს. საათი, რაც მქონდა ყველაფერი რა. და ესე კონკრეტულად რა ადგილას დაგიჭირეს? თემქაზე, თემქის ასასვლელთან ის გზა რო გადის. ჭალისკენ მიმავალი გზა რო გადის. არა, ქვევით რო ჩამოდის გზა, თემქიდან მუხიანიდან რო გადმოდიხარო, თემქაში. და ქვევით ხო ზღვის ასასვლელი როა ეგ. რომელი საათია? საათი დაახლოებით იქნებოდა ესეთ 11 საათი. ხო. და გაგაჩერეს ავტომატებით? გამაჩერეს ავტომატებით იყვნენ და მე ჯერ ვერ გავიგე, იმიტომ რომ იქ მილიცია იყო ხოლმე ყოველთვის რა ადრე და მეთქი ალბათ ჩვენი გვარდია თქვა მეთქი რა. მაგრამ მე უკვე სხვები იყვნენ. ისინი იყვნენ. მივხვდი, მაგრამ უკვე აზრი აღარ ქონდა არაფერს, იმიტომ რომ ისროდნენ. და სხვა ვინმე თუ ყავდათ კიდე, როდესაც მიყვანეს იქ დაკავებულები, ან და იმ ადგილას თუ აჩერებდნენ სხვას, ან გაჩერებული თუ ყავდათ? იქ ქვევით სარდაფში მე და ეს ვიყავით მარტო. და სადაც შენ გაგაჩერეს იქ თუ იყო გაჩერებული სხვა მანქანა? არა. მარტო მე ვიყავ. შერჩევით აჩერებენ? არ ვიცი ხა ეგ როგორ, მაგრამ მე დავიბენი ვერ გავიგე, მე ჯერ თავიდან ეს ჩვენი გვარდია მეგონა მეთქი ალბათ. ისინი არიან, მაგრამ მე უკვე მივხვდი და აღარ გამაჩერეს იქ დიდხანს უცებ ჩავსვეს მანქანაში წავამიყვანეს. იარაღი ეგრევე ჩავამართვეს უცებ, ვერც მოასწარი არაფერს. აზროვნებაც ვერ მოვიფიქრე რა უცებ ვერაფერი. იარაღი ჩავამართვეს, საბუთები პირადობის მოწმობა ისინი ჩავამართვეს და წამიყვანეს. და იქ ქუჩაში ახლომახლო მოსახლეობა არ იყო? არა. არც გამლელი მანქანა. გამლელი მანქანა რაღაც გრუზავი კი მიდიოდა ქვევით, მაგრამ ის იქ შორს იყო მოცილებით. ზიგო ის იყო ღამის თერმინალზე. ვალოთ. რასაკვირველია ეს ერთად გამოყენები არ ახალხობა. გადავიკეთე მე ფორმაში. გუში არ შეგძია? ატყვილად გეძინა შემეძრა კინოში. არის ტახტურა.
Shalo, Emzar, coach. Kadukot patara balkon desasa. Machita dis putkes daitsa. Koba, Ramaz. იქნები ამ ბალკონზე დავდია. მე და დათო. სადაც გაჯერობა იქნება ჩვენი იარაღით დაგეხმარებთ იქამ. იყოს გასულა მხოლოდ იმ კუთხით და სადაც დაინახავთ მოძრავ ობიექტს. ჰაერში გასულა, ფუჭი გასულა იქნებს. იქ ყველა მიცით რომ ტყვია, წამალი არის დიდი დეფიციტი, გვაქვს გაჭირვება. ამიტომ არც ერთი ფუჭი გასულა, მხოლოდ რეალურად დანახული ავტომატურს დათოს მოსარებას მოერიდეთ. ერთი არის ჩემ აყოფნის დროს ყველაფერი ჩვენი ძალაუფლება არის, ხელმძღვანელობა არის გადადის დათოს ხელში. ხოლო დათო თუ არ იქნება სადაცო, ვისაც დათოებს ის. დავემორჩილოთ ერთ პრინციპს. როგორც ყველა მონოლითური, ყველა ერთიანი და ყოველგვარი დაბნეულების გარეშე. ვიცოდეთ რომ ჩვენი საქმე სამართლიანია, ღმერთი ჩვენსკენა და პრეზიდენტი ჩვენ გვერდით. არაფერში შეიარაღებს. მიუხედავად იმისა, მაგათ რა შეიარაღება, რა ძალები მაგ ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენი სიმართლე, ჩვენი კაცები უნდა დავიცვათ. პირველ რიგში საქართველოს თავისუფლება და ამ საქართველოს თავისუფლების ფუძეზე ჩამოყრილი ჩვენი პრეზიდენტი. პრეზიდენტთან ერთად მთელი ერთი. და ჩვენ რაც თავარია, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქუთაისის სახელი არ შევარცმევთ. ჩვენ ვართ ქალაქის წარმომადგენლები აქ, ჩვენი ომონის და ცეთ ამას პატივის უყურე. ამისთვის არაფერს არ დავიშვებთ. დათო, შენი აზრი რა არის ამაზე? იგი რაც თავარი არის, თავარი, ისეთი ჩვენ საქმეში ვიყოთ მონოლითურები, როგორც უფროს მათობა, ვიყოთ ყარი, არავითარი უკან დახევა, შიშის გრძნობა უნდა დაიკარგოს. ეს თავისთავად დაგეკარგებათ შეტევის დროს. ესე იგი, არ შეგეშინდეთ მათი ტექნიკის, ჩვენ გვაქვს ტექნიკის საწინააღმდეგო იარაღების და ყველაფერი, ამიტომ ეცადეთ ყოველნაირად, რომ ფსიქოლოგიურად იყოთ მზად. როცა ისინი შემოგვიტევენ, ყოველნაირად ეცადეთ. იცოდეთ, ესე იგი, ნაბიჯის უკან გადადგმა ჩვენთვის აღარ არსებობს. ჩვენ თბილისი თუ არ დავიცავით, შემდეგ ისინი გადაინაცვლებენ სხვადასხვა რეგიონებში, ეს ქუთაისი იქნება, ზესტაფონი იქნება თუ სხვადასხვა ქალაქებში და იქ დაიწყებენ ყაჩაღობას და მაიმუნებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცავთ დედაქალაქი. დედაქალაქი არის სიმბოლო საქართველოს, დავიცავთ საქართველოს, დავიცავთ პრეზიდენტს, დავიცავთ ხალხს, რომელიც ჩვენსკენაა. რომელმაც დღეს მიტინგები ჩაატარეს თბილისის ტერიტორიაზე ჩვენ გვერდით განა. ერთი სიტყვით თქვენიცით და უსკაცურად დავხვდეთ, როგორც საქართველოს დედა არის შემართული თბილისის თავზე თასით და ხმლით, ტერს და მოღალატეს დავხვდებით ხმლით, მოყარეს დავხვდებით თასით. ხო თქვენიცით. ნუ შეგეშინებათ. ფსიქოლოგიურად ვიყავით მზად. ტერს უნდა დავხვდეთ თვით. ესე იგი ერთ რამეს გიხვეწებ. თუ ვინმე დაიჭრება, არ მიატოვოთ და თუ მიატოვებთ, ამისთვის საჯელს მიიღებთ კიდევ გაფრთხილება. ესე იგი გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს. ჩვენ ქუთაისლები ვართ, ქუთაისურად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და
ქუთაისურად ვაჟკაცურად გადავხდეთ ტერს. თქვენიც ხო არა გაქვთ ვინმე სათქმელის გადასაცემი ან რაიმე ქუთაისლებზე? ერთ რამე იცოდე, დღეს უზენაესის ტერიტორია ეს არის საქართველოს ტერიტორია. მთლიანის თავისუფალი აქედან წავა, იცოდე. როგორც ძისხივები, ისე აქედან წავა თავისუფლება. ან და აქ ჩაესვენება ჩვენი საქართველოს თავისუფლება. აქედან გამომდინარე, აქედან ან გავავთ ყველა ამართული დროში, ან დავჩებით უყო. დანარჩენებს ვინც არიან ჩვენები გარეთ, ვინც ჩვენზე ზრუნავს, ალბათ ისინი თუ გადავჭეთ, ხო გახარებული იქნებიან, თუ არა და ას კუთვნოდეს ჩვენი შვილები გააგრძელებენ ჩვენ საქმეს. ისე მოგვიხსენა ჩვენ რაც თავია ვიცავთ თავისუფლებას. მეტი არაფერი. ყველა ხარ, აქ ვინც ახართ, ყველამ კარგად იცით 4-ში რაც მოხდა და 5-ში ღამე. ყველაფერმა გადაიერა თქვენ თავზე. ის გასროლი კარგად გახსოვთ, შემდეგ რანაირი კასეტები დამონტაჟებული კასეტები გააკეთა, ზუსტად იმ ოპოზიციის ელიტამ თავის თავს როძახიან. შევარნაძის ლეკვემ და თითქოს ჩვენ ვესროდეთ ხალხს. ღმერთია, მაღალი არის იმის მოწმე თუ ვინ ისროლებს, ჩვენ თუ ვისროლებთ, ჩვენი ტყვია სად ვიფრინავთ. თუ არც ერთი ჩვენი გასროლა ხალხისკენ არ ყოფილა. ხალხმა ესეც უნდა იცოდეს, რომ ქაშვეთის ეკლესია წმინდა ადგილი წაბილწეს, მაგათ შეერაღებული ხალხი დასვეს და იქ ჩვენმა ბიჭებმა ესეც ყველა მიცის აქ, ვინც აუზენაესის დამცველები, რომ ვიღაც შორიდან ჩამოსული რუსის სამხედრო დაიხმარეს და ის სნაიპერი იჯდა და ჩვენ ბიჭებს კლავდა. ყველა მიცოდეს ეს კარგად და ახლა დღესაც კიდე დღესაა გუშინ იყო თუ სადაც როცა არის ოპოზიციის ტელევიზია რო ჩაერთო. ნამუსიც აღარ ყოფნით იმის რომ თქვენ წესიერად ყველაფერი სიმართლე. ამბობენ კიდე მიმდინარეობს ის დაგვარი გაშუქება ამბების როგორც იყო მაშინ 4-ში და 5-ში. ამიტომ იციან აქ რამდენი რუსი მოუგდა, რამდენი რუსის სამხედრო იყო მოსული იმ საღამოს, აქ და ვის იხმარა. საქმეზე რომ ქართული წინააღმდეგ მოსაგლავთ. ის კიდე ჭორიას რომ ყველაფერი ამბობენ რომ აბრალებენ პრეზიდენტს ჩამოყვანილი ყავს ვიღაცები და იხმარენ ჩვენ წინააღმდეგო. არავით არის, ჩვენ ვიცავთ ქართველები. ყველა კარგად იცნობთ ერთ-ერთმანეთს ვიცავთ უზენაესის დამცველები და ქართველის გარდა არავინ არ არის. არც ერთი სხვა ეროვნების. ბატონმა პრეზიდენტმა ჩეჩნების დელეგაციას უთხრა, მე საქართველოში ჩეჩენს ვერ მოვაკლებიებ ქართველებს. თუ სხვა ეროვნებას ისე იგი, თუ მოვკლავთ ჩვენ მოღალატეს ჩვენ თვითონ უნდა მოვუსწროთ. ან ისინი, ან ჩვენ. ჩვენ სხვა გამოსავალი არ აქვს. თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ. მათ დაიწყეს სრული განზრახვებით, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ და დავამთავროთ ჩვენი მომავალი თაობისთვის, თავისუფალი საქართველოს გულისათვის. უნდა დავამთავროთ ლამაზად და კაცური შეცდომა. კაცური. ქართველი კაცის კაცობა არ უნდა შეიყვანოს, რაც თავი არის. არ უნდა მოხდეს ის რაც მათ ჩაინდიდეს. ყველამ კარგად ვიცით, მოედანზე ზუსტად მაგებმა მოკლეს ქალი და დააკლეს ზედ ბავშვი. ალბათ ამასაც ჩვენ გადაგვაბრალეთ. პირველ დღეს. და კარგად ვიცით. მასან კარავებთან დაწოლილ ქალებს რანაირად ესროდნენ. ექიმებსაც არ ინდოდნენ. ექიმებსაც არ ინდოდნენ. ყველაფერს თავი დავალებოთ, ექიმები აღარ დაინდოს, დაჭრილების გამოსაყვანო, ისე თეთრ ხალათში. ისე გავლენით. იმიტომ რომ რა არის, ყველამ კარგად ვიცით, ეს არავით არის. არავით არის პოლიტიკური ჯგუფი არ არის, ეს არის მხოლოდ შეიარაღებული ბანდიტების ჯგუფი, რომლებმაც ისარგებლეს რაღაც ისტორიული მომენტით, ამ გარდატეხის პერიოდით, გარდამავალი პერიოდით და თავი გამოაცხადეს პოლიტიკურ მოღვაწეებად. კარგად გავიხსენოთ, ვინ იყო სიგუა კომუნისტების დროს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ასე არის. ადამიანში რაც დევს, ის ბოლო-ბოლო მაინც ამოათხებს. ესენი ყველა არიან შევარნაძის და გარბაჩოვის ლეკვები. იმიტომ რომ ბატონი შევარნაძე, ბატონს იცით ალბათ ჭალებში ხარო, დარჩა უმუშევარი და უნდათ რომ იმას თავარძელი გამოსა, მაგრამ სამი ჩვენი ხნევი ცოცხალე, ვერც ის, ვერც ერთი მისი დამქაში საქართველოს მიწაზე ვეღარ ჩამოყვა. არა, ეს მაგვირებს კიდე ეს ქუთაისლები, თვითონ ქუთაისლები აქ რო ჩამოდიან, ჩვენი ბიჭები აყავთ თითქოს ტყვეობაში, აყავთ აწამებენ, აწვალებენ თვითონ ქუთაისლები, ოპოზიციონერები, მართლა შეერაღებული ბანდიტები არის. სწორი ხარ და ერთი რამ არის, კარგი, თბილისი დიდი ქალაქია. აქ შეიძლება კაცი კაცს არ შეფოს, მაგრამ ამ საწყებს იმით აი ნამდვილად მეწოდებენ იმ დონეზე აქვს ტვინი გაყინული, რომ
ქუთაისი ყველა ვიცით რაც არის. ყველა ვიცით ქუთაისის სადაპირებს ანცერტი რო დაიმაგოს. და მე მგონი ყოველგვარი ჰუმანიზმი, ყოველგვარი დემოკრატიული გადამთავრებული ან ჩვენ, ან ისინი. ეს არის მე მგონი და ყველა ვიცით პრეზიდენტის თვალსაზრისი და რა თქმა უნდა ჩვენც ეს იქნება. პრეზიდენტი რასაც იტყვის, ჩვენ ყოველდღურად შევსრულებთ. არავით არ იქიდან გადახვევა, არავის დამდობა. რადგანაც მაგენი ჩვენ არ გვინდობენ, ჩვენც ვერ დავინდობთ. ყველანი აქ ვინც ხართ მილიციის მუშაკები. და მონახვეები ხართ ყველანაირ სროლებში. კარგად იცით. აქ სიტყვა ქართველი უკვე ის ქართველი არა. ქართველი რო ადგება და ქართველი და ტყვიას ესვრის ის ქართველი არა. ქართველი რო ადგება და ქართველ პატარა ბავშვს ტყვიას ესვრის ის ქართველი არა. ისინი იმასაც გვაბრალებენ ახლა დღეს უკვე რომ თითქოს ჩვენ დავიწყეთ. ნუ ეს ჩვეულებრივი ეს ფანდია რა თქმა უნდა, ფანდია ეს დაიწყო გასულ შაბათ ღამეს ხუთვარსები, როცა მათ სპეციალურად ამ სიტყვის მნიშვნელობით გაწმინდეს პიკეტისგან რუსთაველის პროსპექტი. შემდეგ იქ ღამის საათები ყოველდღიურად ღამით 4-3 საათი იქნებოდა ღამის, როცა მოქალაქეთა შორის იყო შეტაკებები და დილით ზუსტად აი იმ დროს როცა ჩვენ ოპოზიციაზე დაგვაყენეს პოზიციაზე 2 საათი წუთი იყო როცა მათ დაიწყეს შტურმი სუთ ამ სიტყვის მნიშვნელობით შტურმი მთავრობის სასახლეზე და თქვენ თვითონაც იხილებთ. იყო იქ ცოტა არეულობა იყო ზოგი პირველად იყო ბრძოლაში მაგრამ პროსურად არავინ არ მოელოდა თუ ქართველი კაცი ისე დაეცემოდა რომ ამ შენობას ადგილ და მithume ეს ამ შენობაში მოხდა ისევ ქართველებს ისინი აბრეთ ტყვიას გამოიყენა. კარგი პრეზიდენტი, კარგი როგორც მაგენი თვლიან რომ დიქტატორია, ტირანი არის და ყველაფერი. აქ დაბანაკებული ხალხი კიდევ ვთქვათ როგორც ისინი იძახიან მისი ყურმოწვეული მონები ვართ, მაგრამ 9 აპრილის დაღუპულთა მემორიალს რაღაც ერჩევდნენ პირველი მუხის გასროლით რომ მოხსნეს. ააფეთქეს პირველი გასროლით და მოხსნეს და ეს წაბილწეს ეს წმინდათა ადგილი. წმინდათა ადგილი და ყველაზე სალოს არის სამი ქართული სიტყვა. ენა, მამული, სარწმუნო ეს. პირველ რიგში ის მოხსნეს. სწორი სიტყვა. მაგრამ ესენი მართალი იყო, უნდა გაეკეთებინა. იმიტომ რომ მათ არც სარწმუნოება აქვთ, არც ერის ხალხი არიან და რაღაც სავალალოდ უბრალოდ ჩვენ ენაზე ლაპარაკობენ. მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, მაგას უნდა გაეკეთებინა. მაგ რო არ გაეკეთები, ის უნდა გაფრინავდა თუ. თუ გააკეთებ, მაგის სამართლიანად მოიცი. მაგათი გონება მაგით ასეთ დონეზეა დასული. ეს ყველაფერი გასაგებია, ბიჭებო, რომ ეს შესაძლებელია მოხდებოდა ადრე თუ გვიან, მაინც. იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არსი, რომელიც თავის ჩამოყალიბების პერიოდში ასეთ გზას არ გაევლის, იქ სამოქალაქო მიიქნება თუ სამომავლო მიიქნება თუ რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე საწყენი ისა და ყველაზე გულსატკენი რატომ უნდა მოხდარიყო ის, რომ ქართველს კაცს დღეს იმ დროს, როცა ჩვენ გვაღიარებს ქვეყნები, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როცა ჩვენ ომები გვაქვს გამართული ისევ და ისევ შიდაო, ისევ ოსეთთან, რუსულ იმპერიასთან, ოსეთთან, სამაჩაბლოში, აფხაზეთში რაღაც მზადდება, არ ვიცი ზუსტი ინფორმაცია არ არის, მაგრამ მაინც უნდა გვიშინოდეს ამ დროს აქ ესენი თავიანთი ამბიციების და თავიანთი ესე იგი ირადის გულისათვის მიმართავენ ასეთ ღალატს. ღალატს ეს ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმიტომ რომ მათი მოქმედება მეტს არ იმსახურებს. მე კიდევ ვიტყვიებ, რომ ცოდვა არიან ის ბავშვები, რომლებიც ტყუდებიან ამით და მიყვებიან მათ. ეს თვითონ დაინახეთ, დაატყვევეს რომელიმე ახალგაზრდა ჩვენმა ბიჭებმა და თქვენ შეხედეთ. ეს არის 17-18 წლის ბავშვები. ნუ თუ მათ მშობლებს, მათ გამზრდელ მშობლებს არ აწუხებთ მათი ბედი. არა აქვთ ესე იგი ის სერიოზული განზრახვა, რომ მათ აღზარდონ შვილი. შეიძლება კაცი ოპოზიციურ დონეზე იყოს, არ მოწონდეს რაიმე თავრობის პრეზიდენტის, მაგრამ ასეც არ შეიძლება რომ ასეთი ბავშვები 17-18 წლის ბავშვები გაიზარდონ მკვლელები. გამჯდარია თუ ეს კაცის ყლა და აღარ ინდობენ არა. მე მაგალითად ხშირად როცა მათ უყურებ და მარწინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა, მეწოდება და არ მინდა რომ ესე იგი რომ ადამიანს ზიანი მივაყენო, იმიტომ რომ მეწოდება ბავშვია. მაგრამ ახლა
თავისებურია მოთმინებასაც აქვს თავისი ადგილი და ყველაფერს საზღვარი და ვიხდება რომ ესე იგი მათი იზოლირება და ასეთი რამე შეგექება. ესე იგი თავარი მაინც ისაა რომ ამ ხალხს მიყავთ ეს ბავშვები არ შეიძლება დაღუპვის გზაზე არ შეიძლება ასეთი საკითხები რომ გადაწყდეს იარაღით. ძალით მოტანილი ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს. მაგათი კაცობა, მაგათი ბაშკაცობა ამაში ჩანს, ხო? ჩვენი ეროვნული გერბიც არ დაინდო და მაგათი ნატყვი არის ეს. ამას ჩვენც მაგას დაგვაბრალებენ, თუ მონტაჟი დავაკეთებ. მონტაჟი? სპეციალურად ვისროლეთ. ხო, ესე იგი გვენახე. არავით არის შიში, ჩვენ ყველა ვინც აქა ვართ, ჩვენ ვიცავთ კანონიერ ხელისუფლებას, კანონიერ მთავრობას, ასე რომ რაც არ უნდა დაგვიждდეს. ესე იგი სისხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლებთ. ესაა ჩვენი დავალება და ჩვენ ამას გავაკეთებთ. პირველ დღიდან ახლა რა უნდა ხო რა ვიცი. რაც გაწუხებს ისე. ჩვენ ვარ ჩამოსული 21 რიცხვიდან აქ. იმისთვის ჩამოვედით ჩვენ ქუთაისიდან. რომ დავიცოთ სასახლე, დავიცოთ ჩვენი საქართველო ამ გარეწრებისგან. და ერთი სიტყვით ვიქნებით მანამ სანამ არ გაიწინება ეს გარეწრები, სანამ არ შემოეცლებათ ეს სანამ არ გაიწინება ეს ტერიტორია და ეს ასეთი როდენმე უნდა იყოს უკვე მთელი რუსთაველი აიღეს და ცეცხლი უკიდიათ. ერთი სიტყვით რომ ვიომებთ მანამდე სანამ სისხლის უკანასკნელ წუთამდე რა ამ მიზნით ვარ ჩვენ ჩამოსული აქ. რა თქმა უნდა ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წუთამდე. დაუდგებით გვერდში კიდევაც მდგავართ ბატონოს ზვიად გამსახურდიას. აატრიალეს მთელი მოსახლეობა, გაანადგურეს ხალხი და იმისათვის ჩვენ აქ დავრჩებით ბოლომდე, სანამ არ შეწყდება ეს ყველაფერი, სანამ არ იქნება ეს სიმშვიდე. მე პროსტო მაინტერესებს, ვინც პირველ დღეს ჩვენთან ერთად ჩამოვიდა ქუთაისში. მილიციის თანამშრომლებს მაქვს ეს გადალობა. პროსტო მაინტერესებს, ვინც გეიქცა, ვინც წევიდა რა. რას ფიქრობენ თავის თავზე რას ფიქრობენ საერთოდ? მეტი არაფერი. თავიდან ჩამოსული ვართ, ვიცავთ პრეზიდენტს ჩვენ საქართველოს. ისეთი რამე ხდება, აქ მოკლედ თქმაც წერნადია, ლაპარაკი წერნადია. ერთი მინდა კიდე დავამატო. ჩვენად ძირფასოთან ახალაკელები. პირველ ყოვლისა მინდა მიმართო იმ მცირე ნაწილს, რომელიც არის ოპოზიციასთან. თქვენ ახლა არ ვიცი, ზუსტი ინფორმაცია არ არის, არ ვიცი რა, არ შემოწმებია, რომ არ მაქვს იმის საშუალება, რომ გადავამოწმო, რომ მოსული არის ინფორმაცია, რომ ჯერ ჩვენი თვალით რაც ვნახეთ, ეს რუსთაველი წმინდათა წმინდა ადგილი, ეს თბილისის, ქალაქის, ისე არის წამილწული. პირველი სკოლა მაგათმა დაანგრიეს, ხანძარს მიცეს და ჩამოიქცა. არის ინფორმაცია იმის, რომ ხელოვნების და საქართველოს ეთნოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმიდან გაზიდეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაზიდეს მატერიალური ფასეულებანი. ერის განძეულება გაზიდეს და ეს ისეთი დიდი სისასტიკეა, რომ არ ვიცი ფაშისტები აკეთებდნენ მხოლოდ ამას. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ფაშისტები და ერთი მინდა კიდე დავამატო. თუ შეგიძლიათ უბრალოდ იყო 4 ოქტომბრის ამბების მერე რომ ქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიემხრო რაღაც მოტყუებული იყო რა ოპოზიციას და ენდო ჩვენ სიტყვას რომ საქართველოს პარლამენტში და აღმოჩნდნენ ბევრი გამყიდველები. არის პრეზიდენტი არის ისეთი ჰუმანური კაცი რომ არ ვიცი არ დაეჯერება, ახლა ზოგიერთ ვერ დაეჯერებს ალბათ, იმიტომ რომ არ არის ამის რწმენა არ აქვს. იმიტომ რომ ბოლომდე დავიცავ ჩვენ პარლამენტს და ჩვენს პრეზიდენტს. იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ სიმართლე ვის მხარეზეა და ღმერთი ვის მხარეზეც არის. ღმერთი რომ მაგათ მხარეზე ყოფილიყო უკვე დღეს სვიად გამოგებოდა ხელისუფლების სათავეში არ იქნებოდა და ის ჭორები რაც მაგათ დაყარეს ქალაქში მართალი გამოდგებოდა.
კიდე მინდა ერთი დავამატო რომ ახლობლებმა არ ინერვიულან. ჩვენ არ შევარცხნით, მაგრამ არც ქალაქის სახელს და არც მათ არც სახელს არ შევარცხნით ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი უფროსების. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს მის პრეზიდენტს და მებრძოლს, ვინც იცავს თვითონ პრეზიდენტს და უზენაესის შემოქმედს. გაუმარჯოს. არ ვარ და ერთმა. კარგად. გაგაბრძანდებოდეთ სულ. არ ვარ და კარგად, გაუმარჯოს. 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 კარგი. Listening to the news and find out what's going on in some directions. But I can't see how we're expected to give an accurate picture of both sides. Whatever you do to try and get to one side of it. Well, you know. But, you know, is it worth taking the risk when you have to kind of dodge the bullets to get here and then the guy won't talk to you? I mean, you know, I'm not being funny, but it's... Well, I see. მე ვარ ტერორისტი და მამაცახლე. And that guy. ხო, მაგრამ ჩემი ჟურნალისტური მოვალეობა მე გავიგო თუ ამ ფაქტს რა უძღოდა წინ და თუ ამისი შრომაც არ აქვს, შრომა არ ვიცი როგორ ითარგმნება ამ ნახევარს. მაშინ აღიარო რომ ისინი ჟურნალისტები არ არიან. არამედ არიან დაქირავებული კონიუნქტურის We always try to talk to people about, so we always try to talk to people to find out the reasons why they have taken whatever actions they have taken. Which is why we have come here today. აქ მხოლოდ ფაქტებიო. I don't go into an argument. Keep very calm and just sit down. აქ მხოლოდ ფაქტებიო 5 ოქტომბერს. სხვათა შორის უთხრით რომ ზურგის შექცევა ვიდრე მოსაუბრემ არ დაამთავრა. საუბარი არის უზრდელობა. I'm sorry, I didn't mean to upset you. I'm just, you know, I know that people are here under very difficult situations, and the last thing I want is just to
მე მზიან პერიოდის გამოვარა, მე ასეთი ვარ ყოველთვის. Thank you very much. Thank you for talking to me. Thank you. უთხარი თუ მე მადლობა ჯერ არაფერთვის არ ვხდი. მე ვნახოთ რა იქნება. როცა იქნება ობიექტური ის რაც იქნება გადასამი რაკეტა. და იცოდნენ აქ ესენი ერთი რამე იცოდნენ. ისინი ჩამოვიდნენ დიდი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ დიდ ქვეყანაში. From big country. ეს იცოდეთ. ჩვენ არა ვართ. ჩვენ არა ვართ აღარც კოლონია. და არ ყოფილა. დიდი ქვეყნიდან, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდნენ დიდ საქართველოში. დაიმახსოვროს ეს კარგი. ალადეს გურა. არ შეისეუნება, არ შეისეუნება. Разницу среди людей, во-первых, о чем Володя говорит, когда народ, когда избирает. Вспомни, что я вчера говорил. Вот мы разговаривали с... Вот у кого в больнице были мы. Республиканском. Тенгиз чаще. Знаешь, да? Мы вчера были. Ну, это же... Ни одна машина у нас нету сейчас скорой. Он не пускает. Суки, раскрия, суки, хвала суки. Сюда подъезжала машина скорой. Чтобы здесь полны провести, больницу не пускает. Он из этого ехал скорая помощь. პირველი არ არის ავტომატურად კი არის ნეობა, მაგრამ ქალმა არ უნდა გაბედო ის რასაც ბედავს. ქალი იცი რა ეშმაკია, 3 დღით ადრეა დაბადებული ეშმაკზე და იმას ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რომ კაცი იმას ვერასდროს ვერ გააკეთებს. ვერასდროს, რომელიმე თქვენებული წახვალთ და დაზვერათ. ქალი ისე შემოგეპარება, ისე მოგეპათხალიმება, რომ შეთავბროს დაგახვეს. ნაშოთში რა დავა. ისე გააკეთებს მაგას კიდე. პრეზიდენტი Подруга Нана Хонхадзе, корреспондент Америки. Она не сможет выйти, потому что люди нападают. ამიტომ წახიდე და პავაროთან ზადი ხოდი რო ჩახუდე ო ბეტე რა ჩუსენ დავანკა να πει და რა შო ესე იგი გავი არ მისული ჩამოგდები ხო? ჩემი განა ბოლოში ხო? მანამდე მისასვლელი არის ასეთი კუთხე, პავაროტი, კარგი პავაროტი და ხელი. აი ამ პრო პავაროტი. უნდა გააჩეროს და ისე ჩახოდი. ეს არის სადგან ეს დაბლიდან რომ ამოდიხარ აქეთკენ რომ გამოგიდე ხო? იქ განა გუშინ თუქალის მილიცია. დაგანახოთ სადაც განა. ხო, იმათ გიდას ვიცი მე. მილიციას არის. არა ვარ. არა გასო მილიცია. გამიგეთ ეს იგი ბოლო პავაროტამდე არ მისული. დროზე. უნდა ჩამოხვიდეთ რომ შორს შემო ჩორია ძალიან ჩორია და მაგარა აი ხალხებია ლოგი აი კაიბა და აი ბეზი ჩამო სტარა რომელი მაგარი და არ არის აი ზავრა მაგიჯებო კარგად რა ხوارაგი მოდი კარგად დავაი ბიჭებო აი დორო დავაი შენ ჩვენი ბიჭები საიყვარებოდი. ჩქარა მოდი. ეგრე ვიყავს. დავაი კარგად. მარცხნივ გადადი. აუში მაგარა. შენ ვიდი ხარ? ჰა? ეგრე მარცხნივ და უცებ ეგეთ წუთები. დავაი ვიყავით. ეს აპარვი რა თიში ხუთიო?
ბიჭებო, მანქანა მიდის, მანქანა ჩვენი. მანქანა გავა. რა იქნება ისე? დაიწყე. დავაი. დავაი. აცი ვინ დარჩა არ გაუშვო, თორემ მარტო მოიგება მოხდეს ხაც უნდა. всё. ვინ დარჩა უკვე შორს არის იმას. აუძახეთ ის თორე რა იცი. არ გადახვიდეთ. ვიარ გადახახლე ბიჭო. იქ ყოველთვის უთხარ რა ერთი იყოს სურათი. გატო! ავტო! მე კარი გაიღო. ბიჭებო, არის რა 4 კაცი მოვდივარ, ბიჭებო. 4 კაცი. მე დავბრუნდები ისე. ანა წავიდო რა გაისან. ადას ბედა ლიგიაცი და. მე სომეულე. სომეულე. ჰა? სომეჩი. მეტრო ნახე ერთი თუ მუშაობს. აჩუ. Hoca. ერთი გასროლოთ არ შეიძლება? არა, გასულ არა. არა. არა, უბრალოდ შეიძლება და ისრაელ ეს ბავშვი აი ეს. აგიდა, ბიჭო, პოლიციები უჭირ. აგი, ასროლო, ბიჭო, მე კარაბინია. პოლიციები აი ეს ისრაელ. არა, ისრაელი, ბიჭო, გეკო. გივი არის მოიცადე. აგი საფაზარი ისრაელი მაგი არის. ვა, ფარდენ გადაიღე. სევიტაც გადაიღე. Moment chini kaka. არა, ხმიანა აერში. არ შევავლობ, შე დამთავრდა. აიო. აი, უჩესრულად აღარა მოაქვს. იონა, მათხოვე აგერ დევიდოს. ისტორიაში გამაჩნია. ხა. ვინ იყო შოს? არა, ეგ არ გინდა. რას კითხულობ, ება ეს ეგ. გეიძე, ეგ სურათი ვიარა. ჯეიმს. სათო, შეთულო ჩავართ არა ეს იბაიცი. რეკორდი, აჰა, აი ახლა. ორგანიზდება ხელი. იულის საქმე ყოფილა. აი, ჯო არ მიდობდი.
რეკეტე რა. კი, კიდო გადაიგე, მე ახლა უსროლება და ახლა ამასთან გადაიგე კარაბინი. ბიჭო, ამაში დაიხურა ჩატობილი? არ ვიცი, ჩემია, ჩანსი ისე ვე. ამოაგდო ვაფშე დააკი. всё, მიწე რატო? როგორ ხასიათზე? ძალიან კარგი ხასიათი. პირველ დღეს შეგვეშინდა ცოტა, პირველ დღეს. პირველ დღეს შეგეშინდა? შიში ვერ იხსნეს სიკვდილსა, ხო გაიგონია შენ. შვედი ჩამონგრეული, ჩამონგრეული, ხო? იმაზე მოხდა ესე იგი და აკედელზე ვიყავ, მოგრებული. ეგალი ეხლა ბიძგი მიცა, ხო, აგარ წავიქეცით ყველა იარაღები გავგვიცვიდა ხელიდან რა. შოქში ვიყავით რა პირველ დღეს ისეთი ისე. ახლა შეგეშინდა მაგა? შეგეშინდა. შიში რო ვერ იხსნეს, თვითონ ხო იცი შენ შედარუსტავს რო უთქავს. რა გინდათ გადასცეთ თქვენ ახლობლებს საერთოდ ქართულ როგორც მებრძოლები. როგორც მებრძოლები დაწარმიან, არ ინერვიულონ, შიდათ იყვნენ და ახლა მოკლე ხანში დამთავრდება ყველაფერი და ალბათ ახალი წელი გვინდა მიულოცოთ, აი ამ დაძაბული მდგომარეობიდან, მაგრამ რას იზარდ დღესდღეობით ასე და ბუნებამ ასე დავიწესა და გვინდა რომ მიულოცოთ სულ ყველას ქართველებს, მშვიდობის მოყარე ერს, რომ ეს ბრძოლები, რომელიც თავს დაესწრა მთავრობის უზენაეს საბჭოს, დაწყმარდეს და ყველაფერი კარგად წავიდეს. არასდროს არ მოხდარიყოს ის, რაც დღეს ხდება. ქართულმა ქართულს არ უნდა ესრულოს. ერთი მე მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ისეთი თაობა ვიყავით, ძველი თაობა სრულგეუბნებოდა, გაჭირვება არ გამოგიცდია, წამლის უნით თქვენ არ იცით, ტყუის წამლისო და ესეც გამოცადეთ, მაგრამ ერთია საწყენი, რომ ქართველზე გვიწევს სროლა და ქართველებს წყვიდავთ და უბრალოდ ყველას მინდა უსურვო, რომ თუ იქნება საქართველოში ომი ყოფილიყოს ამ პრობლემის წინააღმდეგ, მინდა ესევე დამდგარიყო ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები თოფით ხელში, თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენ ვდგავართ, ოღონდ ქართველზე ხელი არა ეწევს არასდროს და ყველას მინდა ახალი წელი მოულოცოთ, ამდენი ახალი წელი ამ დანგრეული ოთახიდან. მე კიდე ასეთი სურვილი მექია მოუწოდებ მთელ ქართველ ხალხს, მთელ ქართველ ერს, რომ დამდგარიყოს თავისი არჩეული ხელისუფლების გვერდით და დაეცვას ის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ადგილობრივი პუჩისტები იქნებიან თუ გარეშე მტერი. ეს შემსურვილი იქნება ეს და უსურვებ კიდე ქართველ ხალხს, რომ ბედნიერი ახალი წელი გათენებოდეს. მე როგორც ქართველი ეს მიმაჩნია სასირცხვილო. ყველაზე მეტი სირცხვილი რომ ქართველი ქართველს ვესწროურებით. და ალბათ საქართველოს ისტორიაში, ჩვენი ერის ისტორიაში დარჩება ეს ალბათ შავლაქად, რომ ჩვენ ასეთი ის დაგვატყდა თავზე ვიღაც ასე ვთქვათ მოღალატე გუშინ საღამოს 28 ოქტომბერს გადაცემა თენგიზ ნათაძე გადმოვიდა. ეგრეთწოდებული პუჩისტების მხრიდან იყო გადაცემა, რომ თითქოს შერიგებაზე იყო კიდე და რომელი ჯგუფიც არ გამოცხადდებოდა ის იმას დაეკისრებოდა ყველაფერი, მაგრამ არაფერი არ არის ეს არის სტარი ეს არის ბლეფი. სტარი აზრი. ეს სტარი აზრი ალბათ გამოაშკარავდება მოკლე ხანში ყველაფერი სტაბილური გახდება და შრომელი ხალხი ეს გლეხობა იქნება თუ პერსონალური მოსამსახურესი ნახავს ყველაფერი რა დღეში არის მთავრობის საქმე როგორ არის დაგრეული და სვეტები და რა ვიცი ყველაფერი გაჩანაგებულია ყველაფერი ამ საქმეში და ვანდალურ აქციაში უბრალოდ ხალხს სიმართლე უნდა იცოდეს ხალხმა და ხალხის ყურამდე უნდა მივიდეს ყველაფერი და რა ის გუშინდელი ბინზური აქცია ტელევიზიით რაც გადაიცა და ყველაფერში თითქოს ჩვენ არ დამნაშავეს ხალხი რომელიც ფაქტიურად მოხალისეები სამსახურები დავტოვეთ ხელშეები დავტოვეთ და დავუძახით ხელისუფლებას გვერდით და ჩვენ არ გვინდა რომ თუნდაც ერთი კაცი საქართველოში ფიქრობდეს რომ აი ამ ვანდალურ აქციაში რა რუსთაველის ქუჩაზე ტრიალებს ეს ჩვენი წვლილი ამაში არაფერი არა ჩვენი წვლილი არის ის რომ ჩვენ ვიცავთ ხელისუფლებას მეტი არაფერი ბატონო ქართველი ხალხი გონიერია თავისთავად განსჭის მაგას ყველაფერს და ყველას მიაგებს თავის პასუხს ერთი რამე მინდა დავუმატო რომ ახლა ამ ომში არიან არ იქნება გამარჯვებული. აი ეს სწორი ბრძანება. აი ეს არის ყველაზე მთავარი. კлауდ ჩვენ თუ უკან დავიხიეთ. ის მონური ფსიქოლოგია, რომელიც ჩვენში უკვე გამჯარია, რა ვიცი, 7 ათეული კი არა, რამე მეორე საუკუნე არის. აი და დღეს ჩვენ არაბდებთ უკან დახევა არ შეიძლება და უნდა აღვადგინოთ ძველი ქართული რაინდული სულისკვეთება. რომ ეს თავრობა ხალხის მიერ არის ეს არჩეული. თუ დღეს ჩვენ ის არ დავიცავთ კანონიერად ხვალ და ზეგ ვიღაც მესამე ძალა ისევ დაიწყებს გადატრიალებას და ასე პროცედურა გაუქმებულად მთელ საქართველოში გაგრძელდება ეს ისტორიის მანძილზე ასეთნაირად თუ კი ჩვენ დღეს დაუშვებთ იმას რომ ეს კანონიერი ხელისუფლება ხალხის მიერ გადაატრიალება მოახდინოს ამ პუჩისტებმა
ხვალ და ზეგ მესამე ძალა მეოთხე ძალა კიდე მოვა ხელისუფლებისა მომოინდომებს უსწროს ხელისუფლების სათავეში და ისინი მიაღწევენ თავისას. აი ამიტომ არის რომ დღეს მთელი ქართველი ხალხი უნდა დადგეს კანონიერ არჩეული ხელისუფლების გვერდით და დაიცვას ეს დიდი მონაპოვარი, რომელიც ერთადერთი საბჭოთა კავშირში ერთადერთი პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების შემდეგ გაიმარჯვა ესე იგი ნამდვილ ეროვნულ მთავრობამ. და ჩვენ მზადა ვართ სისხლის უკანასკნელ წეთამდე დავიცავთ ჩვენი მთავრობა. მე უკაცრავად უნდა დაგტოვოთ 20 წელი წასვლები. მე უპირველესად მთელ ქართულ ხალხს ერს მინდა მოულოცო საქართველოს დამოუკიდებლობა იმდენად რამდენადაც გცნო ამერიკის შეერთებულ შტატებმა და საფრანგეთმა და რუსეთმა რომლებიც შეგი პარტნიორები 23 ქვეყანაა თუ რაღაცა რომელიც მოაღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და მოდი ეს ყველაფერი მშვიდობით დამთავრებული იყოს და გვეშენებიოს ბედნიერი საქართველოს ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ხალხისთვის. იგივე აქციასთან დაკავშირებით ლევანდელ ხელისუფლებას მინდა უთხრა კიდევ ძალიან დიდი მადლობა. უდიდესი მადლობა მინდა უთხრა რომ მიაღწია იმას რომ არასტაბილური მდგომარეობის მიუხედავად ესეთმა ქვეყნებმა როგორიც კანადა, საფრანგეთია, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები ცნეს საქართველოს რეალური მთავრობა, კანონიერი მთავრობა და აღიარეს საქართველოს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. მათონ ჟღერად გამსახურდია ხელმძღვანელი საბჭოს მადლობა მინდა ამისთვის რომ უთხრა. ყველა ქართველის სახელით უნდა ჩვენ შვილებს დავუტოვოთ შვიდობიანი საქართველო. შვიდობიანი ჩვენ შვილებს მომავალ თაობას. არასდროს არ ენახოთ ის რაც ჩვენ აქ ვნახეთ. კი, ჩემი სურვილით მოვედი აქ, მაგრამ სხვენია ჩემი თავის რომ იარაღი მიჭირავს ხელში. რო ქართული სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ არის. იმიტომ ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენ მიერ არჩეული მთავრობა მაშინ ჩვენ არ აგვიჩევია ეს კანონი. ეხლა ქუთაისელს და წყალტუბელ ტერემაღურებლებს, რომელშიც ესე იქნება გადაცემული, ჩვენი თხოვნაა მიულოცოთ ეს დამდეგი ახალი წელი და რა თქმა უნდა მთელ ქართველ მშრომელ ხალხს. კარგად იყავით მრავალ ახალ წელს გისურვებთ და სიწყნარე და სიმშვიდე ყოფილიყოს მთელ საქართველოში. ძალიანად დავარჯამოთ ყოველთვის. კარგად იყავით. ამინ. შეტევა დაგვიფარა, თორე ესე დაგვამგებდნენ მაშინ. თუ პრეზიდენტ დიაგონალზე სრულად. Ой, а кто сказал, что 11 класс? Ну уже закончили до 12, 35-минутные уроки сделали. Ну конечно. Начальные классы во второй смене, в третьей школе. Да, это вторая смена, 12 до 5, вторая.
მართლა ახეთ Pożegnaj, Pilar. Pożegnaj, ha?
როგორც ჩემი ჯგუფის სახელით, როგორც ყველა ნამდვილი ქართველი იყო და იმას ვამბობ ჩემი ჯგუფის სახელით მე. ჩვენ არასდროს წრისთვის საჭიროა დაგვიტოვებია საქართველოს და არც არასდროს ადავტოვებთ. იარაღით აღებულ მონოპოლია ჩვენ არასდროს არ დავემორჩილებით და ვიბრძოლეთ გინაც უბრალო ქვებითაც და უბრალო ხელებითაც. მაგრამ გამარჯვება ჩვენ მაინც ყოველთვის როგორც ყოველთვის ვახდებით ქართველები, მაინც მივახდებით ახლა. არაფრის არ გვეშენია ჩვენ. კანტონში ჩვენ გზას ვადგებით და იმედი გვაქვს 100%-იანი რომ ქართველებს ჩვენ გამარჯვებას მოვუტანთ ახლა. თემური ჩაჩქენი გახლავართ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში მუშაობ მოვედი აქ მთავრობის სასახლეში აქ გახსნილი საექიმო პუნქტის ექიმებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. აი ხედავთ თქვენ აქ ჩვენი ექიმების ხალათები ქართველი ბიჭების სისხლშია დასული. ეს ქართველი ბიჭები ჩვენოვე თანამემამულეებმა მოღალატეებმა საქართველოს გამყიდველებმა დაჭრეს ბევრი დახოცეს. ვის უნდოდა რომ ხელში ჩაეგდო ჩვენთან ძალაუფლება? ვინ უნდა მოსულიყო? უჩიხდები, დარეწრები, საქართველოს მოღალატეები. განა ქართველი ხალხი აპატიებდა მათთან. მათი დამარცხება გარდუვალი იყო. მათ თავიდანვე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი თავიანთ თავს, როცა პირველი ტყვია გაისროლეს და როცა პირველი ხუმბარა ესროლეს მთავრობის სასახლეს. აი ამის თქმა მინდოდა. ბატონ ძიად განსახურდიას ერთგული ხალხი არ გამჭერდნენ, ვისაც წამს მისი, ვისაც წამს თავისუფლების იდეა, ბოლომდე ახარებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაინც აქედან გამარჯვებით გამოვა. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ ვართ მართლები. აი, რაც არ უნდა მოხდეს, თუნდაც ეს სასახლე მთლიანად დაინგრეს, აი ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს საქართველოს თავისუფლების იდეა. ერთი რამის აღნიშვნა მინდა, აი არ მინდა რომ ეს გამავიწყდეს. მე შევესწარი აქ ისეთ სურათს და ისეთი ამბები გადაგვხდა ჩვენ ამ სამ დღეში, რაც შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს. და როდესაც მე ამას დავწერ, ეს თქვენ არ გაიჯეროთ. ვინაიდან თქვენ გეგონებათ რომ ეს არის ტყვი. აქ არიან ჩამოსულები, აქაო თბილისელები, მეომრები, ვაჟკაცები, აი ნამდვილი ქართლის ცხოვრებაში რომ წაგიკითხავთ, აი ის იმათი შთამომავლები. ეს არის ეს მარტვილები, რომლებსაც არ აქვს ჯერ ბრძოლის გამოცდილება, არ აქვს ჯერ იარაღის, თანამედროვე იარაღის მოხმარების აი ის ცოდნა, რომელსაც აკადემია ჭირდება და მრავალი სამხედრო დაწესებულება, აი ეს გვაგლია, მაგრამ ამათ აქვს ბუნებრივი ის ვაჟკაცობა, ის რაინდობა და ის გმირული სული, რომელიც ყოველგვარ ცოდნას აჯობებს. აი აქ უკვე ცნობილია, ჩვენ უკვე ვიცით, რომ არის აგერ 15 წლის ბიჭი, 16 წლის ბიჭი, რომელიც უკვე სნაიპერია. არის აგერ რომელმაც იცის შესანიშნავად მოვლა და ატარება სამხედრო ტექნიკის. ეს ყველაფერი ბუნებით მიეცა მას და ეს იშვიათი განძია ჩვენთვის. ჩვენ გვეყოლება შესანიშნავი გვარდიას, შესანიშნავი გამოცდილი, გამობრძმედილი ჯარი, სამხედრო ძალა. მე რამე და თქვა ქართული ხალხი. მე ერთი რამე მინდა გავუსვა ხალხი. ჩვენ დღეს ბევრი გაჭირვება. სამაჩაბლოში, სხვა რეგიონებში. მაგრამ მე დღეს აი სამი დღეა რასაც დღეს უყურებ მე უკვე მჯერა საქართველოს არ დაიგებთ. რომ საქართველოს იცოცხლოს.
იმიტომ რომ მე აქ ვნახე საქართველოს, მე აქ ვნახე ის ქართველი ახალგაზრდები, ის ქართველი ბიჭები, ის ქართველი მეომრები, რომლებიც იცავენ თავის პრეზიდენტს, თავის წევს, თავის ხალხს. მე აქ ვნახე შესაშური გმირობა და მე ახლა არ მიყვეს რატომ მოვიდეთ აქამდე თქვენ ქართველები. ეს ხალხი, ეს ბიჭები, ეს უანგარო არ ვიცი მე სიტყვები არ ამყოფნის რომელთაც საერთოდ ეჭირებიან ზვარაკას თავის სახელმწიფოს, თავის სამშობლოს ესენი ააშენებენ საქართველოს, ესენი მომავალს მოგვიყვნენ. ჩვენ მე გვინდა დაგავშვოთ ჩვენ. სიმართლე უნდა გაიმართოს, სიმართლე გაიმართოს. და ამის მეც ვერაფერს ვეღარ დავდებ, ოღონდ ერთი უნდა ვისურვოთ, რომ საქართველოს არსებობს ცოცხლებს და იცოცხლებს. ეს ისეთი მატერიალი ყავს ჩვენ და მე ალბათ ბატონო და სიტყვებს გამიმეორებ, აქ დღეს ყველა გმირი, ის გმირი, რომელსაც ჩვენ სერს ეკადრება თავის ისტორიაში. მერაბ საყვარელიძე უზენაის საბჭოს წევრი გახლავართ. პროფესიით ექიმი. მეტად გაოცებული ვარ თუ ქართველები როგორ დაუნდობლად დღეისთვის ეკიდებიან ერთმანეთს. ძალიან ძლიერი ვაჟკაცების დაჭერებით მოიყვანეს ჩვენსა და ევაკუირებული იქნა. მე როგორც ექიმს პირველად მომხდა ჩემს ცხოვრებაში გამეწია დახმარება ისეთი ხალხისაც და ვაჟკაცებისაც, რომელიც დაჭრილი იქნენ თავიანთი თანამამავლობის მიერ. მე ჩემი პროფესიის დამიხედვით მდგავარ იქ, სადაც უნდა ვიდგე. მდგავარ იმ ექიმებთან, ახალგაზრდა ექიმებთან და უწევ მას კონსულტაციას, დაჭრილების მოვალ პატრონებასა და ევაკუაციის მიზნით. მე ვთხოვდი ჩვენს ქართველებს მეტი განდობით, მობიერებით და ურთიერთგაგებით მოიყვან ერთმანეთს და ექიმმა შეასრულონ თავის მოვალეობა, რაც განსაზღვრება ამათობის, ყოველგვარი მხარეობის და მიუხედავად მოვლენ პატრონობაში. ძირფასო თანამემამულე კულტურის მოღვაწეება ყველას მოგმართ. სიტუაცია ძალიან სერიოზულია საქართველოში. მე არ ვიცი, ჩვენ არ გვაქვს ესეთი ინფორმაცია, ვიცოდეთ რა იცით თქვენ იმის შესახებ, რაც აქ ხდება სასახლეში. დღეს ხდება აქ საქართველოს ძირფასო თანამემამულენო. დღეს ძალიან მძიმე განსაცდელშია საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი. დღეს სასახლეში იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას. იცავენ ახალგაზრდები, იცავენ ხნიერები, იცავენ ქალები. მე მიმართავ ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც დღეს ხელმძღვანელობს სროლას. მათ შორის მე ძალიან ბევრი მიცნობს. სრულიად წარმოუდგენელია, მხოლოდ ილუზია სასახლის დაცემა, მთავრობის დაცემა. შეიარაღება სასახლისა, ენტუზიაზმი მისი დამცველებისა, სიმტკიცე. ვაფიქრებინებს, რომ ამაოა ყველა ცდა მისი დამხობისა. გთხოვ, ძალიან გთხოვ, დაუფიქრდეთ ამას. ეს არის დიდი მსხვერპლი ამაო. არაფერს ქართველებს არ მოუტანს ეს მსხვერპლი. ორივე მხარეზე ახალგაზრდები იღუპებიან და გაუწევთ ამას ანგარიში. კულტურის მოღვაწეებს ვთხოვ, არც ერთი ეროვნული საკითხი არ შეიძლება გადაწყდეს იარაღით. მოუწოდენ ვისაც იცნობენ, თავის შეიკავონ
სრულიად უმიზნო. სრულიად გაუგებარი მსხვერპლისგან. კიდევ ერთხელ ვთხოვ. მე ძალიან მიჭირს საუბარი ბევრი მიზეზის გამო. მოგიწოდეთ, დაუფიქრდეთ სიტუაციას. სისხლის ღრა არის უნაყოფო. ამაო, გინდათ ძალიან გწამდეთ თავისი მიზნისა. კიდევ ერთხელ გთხოვთ. მადლობა. ქართველებო, ეს საქართველოში ადგილი აქვს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რომლის მიზანიც არის ქართული სახელმწიფოებრიობის დასამარება. ეს ტოლფასი არის ქართველი ერის სრული მომავალი გენოციდის, ეს თავისთავად ცხადია. მე მინდა მოგახსენოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბანდიტები ყიანჭორებს თითქოს აქ შიგნით სუფევს რაღაც გარკვეული განხეთქილება, ადგილი აქვს რაღაც სულიერ სიმდაბლეს, ეს ასე არ არის. საბრძოლო გამწყობლია ძალზედ მაღალია. მე მინდა დარწმუნებით გითხრათ, არც ერთი ის ბიჭი, არც ერთი ის ახალგაზრდა, არც ერთი ის სამხედრო, რომელიც აქ არის, არ დათხოვს პოზიციას. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები იმისათვის, რომ გაუსწორდეთ ნებისმიერ მოხდას. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მინდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება. ყველამ ვიცით, საქართველოში არის უამრავი იარაღი. მოგიწოდეთ, ვისაც აქვს იარაღი, შეიკრიბოთ, შექმნათ რაზმები და შეეცადოთ ჩვენთან დაკავშირებას, იმოქმედოთ კოორდინირებულად. თუ ამას ვერ შეძლებთ, შეეცადეთ დამოუკიდებლად განაიარაღოთ ბანდიტების პიკეტები. ორჯერ დაადგინეთ, რომ ეს არის ბანდიტების პიკეტები და განაიარაღეთ ისე. მოგიწოდეთ თელს ქართულ ერს, აღდგეთ და დასაჯოთ ბანდიტები. მე მინდა აღნიშნო ჩემი ხალხის, ჩემი ერის წინაშე, რომ ის უზნეობა, რაც დღეს და ამ დღეებში საერთოდ ხდება, ვერ გაიმარჯვებს. იმიტომ რომ ეს მაღალი რწმენა, რომელსაც ქვია ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ეს არის უზენაესი რწმენა და მისი ხელყოფა ვერავითარ იარაღს ვერ შეუძლია. ჩვენ აქ ვართ მტკიცედ, გვაქვს იმედი და რა თქმა უნდა ეს იმედი არის საფუძვლიანი მთელი ქართველი ერის მხარში ამოდგომისა. ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობა აღშფოთებული არის ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების ამ ერის მოღალატეების მოქმედებით, მაგრამ ამას სჭირდება მეტი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა. საჭირო არის რომ ერთ მუშტად შევიკრათ. აქვე მინდა ისიც თქვა, რომ არის იმის მონაცემები, რომ ზოგიერთი საწარმო დაწესებულებები მატერიალ თუ რაღაცნაირ დახმარებას უწევენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს და მე მათ ვეუბნები აქედან ტელეეკრანიდან, რომ ნუ იზამენ ამას, ნუ გააკეთებენ ამ ბინძურ საქმეს და ყველამ ერთად ემსახუროს უზენაეს საქმეს, რომელსაც პარლამენტი, რომელსაც პრეზიდენტი, რომელსაც მთელი ქართველი ერი ეწევა და რომლისგანაც მიისწრაფეს. გადარაიან ნუკრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. მე მხოლოდ ერთი წუთი მეგობრებო. ნამდვილი სტუდენტობა დგას იქ, სადაც ჭეშმარიტი დემოკრატია და ეს დემოკრატია სწორედ აქედან იწყება. მეც მე არაფერს ვიტყვი. უკვე ერთი დღეზე მეტია, რაც ჩვენ შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გასულა ტელევიზიით. მრავალი წევრი გაავრცელა ოპოზიციამ თითქოს საქართველოს მთავრობა უკვე დანებდა და ძალაუფლება მათ ხელში გაინაცვლა, მაგრამ ეს არის აბსოლუტური სიცრუე. და მოგახსენოთ, რომ ასეთი საშინელება, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ ამ 3 დღის განმავლობაში, ამის მსგავსი, ალბათ ამის მსგავსი ვერავითარი წარმოქმნა არავითარი წარმოქმნა არ შეიძლება მიიღოს ადამიანმა რაღაც ფილმების საშუალებით. ეს არის სინამდვილე თავიდან ბოლომდე, როგორ შეიძლება ადამიანი მოკლას, გაჟილიტოს და სულად აბსურდული რამის გამო თითქოს უკანონობით მან შეიძლება კანონიერებად დაამყაროს. ჩვენ მხოლოდ ჩვენ და იმაც ვინც ეს დღეები გაიარეს, შეიძლება იცოდეს რა არის სამშობლო, რა არის ხოროტება, რა არის მწერი, რა არის სამშობლოს სიყვარული, ჭეშმარიტი სამშობლოს სიყვარული, როცა პატარა ბიჭები, ახალგაზრდები თავს წირავენ უკან მიუხედავად სიცოცხლის აძლევებს სამშობლოს. და როცა მეორე მხარე აცუნებს
ახალგაზრდებს ისევ თავის სკოლებზე, ისევ ქართველებზე აფროლიებს ხდიან. ეს საზღვარი ბროტება, რომლის მსგავსი მხოლოდ და მხოლოდ აქ შეიძლება დაინახოს ადამიანმა და ეს ჩეშმარიტება რა არის, ბროტებისა და სიკეთის ჭიდილი მხოლოდ და მხოლოდ აქ შეიძლება გაიგოს რა არის საერთოდ. ეს არის ისეთი მძიმე რამე, ისეთი მძიმე სენი, რომელიც ისეთი დიდი ცოდვა, რომლის მონანიების საშუალება როდის შეიძლება მოგვიყვეს. ოპოზიციამ ბინძური საქციელით ჩაიდინა, საზღვარის საქციელი. ასეთი შეფასება მე ოპოზიციისთვის არასოდეს არ მიმიწია, მაგრამ დღეს მე შემიძლია თანამაც თქვა, რომ ეს არის საზღვრის საქციელი, რომლის მსგავსი საქციელი შეიძლება ადამიანმა მხოლოდ გაიგოს, მაგრამ ვერ შეიგნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ის მოხდება ასეთ პირობებში, როგორც პირობებში ჩვენ მოხდება. მაგრამ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია, ჩვენი გამარჯვება უკვე ძალიან ახლოს არის და თქვენ უახლოეს დღეებში იხილავთ როგორი იქნება ჩვენი გამარჯვება და როგორი იქნება თავისუფალი საქართველო. მე მინდა კიდევ გითხრათ, რომ დემოკრატების უდიდესი ნაწილი მოსულია აქ იმისთვის, რომ სიცოცხლე შეძიროს, მათ ბევრმა ფაქტიურად არ იცის იარაღის სხვა. ისინი მოვიდნენ აქ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი მოკვდნენ, თუ კი მოკვდება თავისუფალი საქართველო. დიდი მადლობა. გერია. ოდია. ესე ვაი დავიდა. Chalo Kawagika, Konis Mawaka Sashalo Scholis Mosale, Messi Classes Mosale. Kawigi ase Sagatelos Situasia da Chamorede Mistis. Koneli Bichevich Sarianak. Am is got it what? Let it out comes. Without some show. Alka. Amen. მეგობრებო, ეს კადრები, რომლებიც თქვენ ახლა ნახეთ, ფრიად ექსტრემალურ სიტუაციაში იწერება. ოპერატორი ცდილობს ქართულ ისტორიას შემოუნახოს ყველა ის კადრი, ყველა ის დეტალი, რომელიც მომავლისთვის გამოადგება, რომელიც შთამომავლობას შემოუნახავს სახეებს იმ ახალგაზრდებისას, რომლებიც ახლა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სიბრძვიან. ნეტავი ერთი განახვათ მეგობრებო, როდესაც ისინი ბრძოლის ველზე გადიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როდესაც მომხდური მტერი ასე უმოწყალოდ გვაღვრევინებს სისხლს ჩვენი ქართველი ჭაბუკებისას, როგორი ომახიანობით, როგორი შემართულობით, როგორი რწმენით და იმედიანობით მიემართებიან ისინი სამშობლოს დასაცავად. მე ერთხელ კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ისინი მრავლად არიან და ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი შვილები. ბრძოლა დემოკრატიის ლოზუნგით, რომლებიც სინამდვილეში ავაზაკებმა და ყაჩაღებმა წამოიწყეს და იმპერიის აგენტებმა, დასასრულს უახლოვდება მეგობრებო. აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს ხელისუფლება და უკვე გამარჯვებულია, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ისევ და ისევ მთელი უბედურება ისგახლავთ, რომ დაიღვარა ჩვენი ახალგაზრდების სისხლი. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ კადრებზე, აი თქვენ ახლა ნახეთ, როდესაც მარტო მოცარელებულ მოედანზე ზის ერთი კაცით, როდესაც ჩვენ ეს კადრები ვნახეთ, ჩვენშიც კი გაოცება გამოიწვია, რომ როგორ მოუთმენლად კი არა, როგორ შეუპოვრად, თითქოს რაღაცა სიჯიუტეც კი იგრძნობა მის ასეთ პოზაში, როდესაც ის ზის სრულიად მოცარელებულ მოედანზე და მის გარშემო ტყვეები დაზუზუნებენ. თითქოს ამით იგი პროტესტს გამოხატავს. აბა ესვრის თუ არა მას მოყვასი მისი და სამწუხაროდ აი როგორ თქვა, იცი, აი ადამიანი, რომელიც ცდის თავის მოყვას, თავის თანამემამულეს, მას უიარაღოს ესვრის თუ არა, სამწუხაროდ სწორედაც რომ ესროლეს. გაიმეტეს იგი სასიკვდილოდ, მეგობრებო, და ასე სასიკვდილოდ ამ ავაზაკებმა ბევრი გაიმეტეს ექიმი, რომელიც გადიოდა ბრძოლის ველზე, რომ დაჭრილები შემოეყვანათ. გაიმეტეს ბევრი ადამიანი, რომელიც მიდიოდა სრულიად თავისი გზით
და არავითარი მათთვის დანდობა არ არსებობს მოყვასისადმი. მე ეს სხვათა შორის საკუთარ ზურზეც კი ვიწვნე, როდესაც უზარმაზარი ბომბი ჩამოაგდეს უზენაესი საბჭოს შენობაში და კინაღამ ჩვენ ყველანი მისი მსხვერპლიც კი გავხდით და აი რაზეა ლაპარაკი ყოველივე ამის შემდეგ, რა გამართლება აქვთ მათ საქციელს, როდესაც დადიან, დაზრწიან და კიდევ ცდილობენ იმის გამართლებას, რომ მათ თითქოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ანგარიში გაუსწორა. ეს არის მტკნარი სიცრუე. მე აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს. ეროვნული ხელისუფლება მყარად დგას, ჩვენი პრეზიდენტი მყარად დგას და იგი მუდამ იბრძვის და იბრძოლებს საქართველოს თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის, საქართველოს მომავლისათვის. თქვენს გისურვებთ გამარჯვებას, იყავით ჩვენთან ერთად, გამოხატეთ თქვენი თანაგზნობა, თქვენი მხარდაჭერა ჩვენ ახლა ისე გვჭირდება, როგორც მაშინ, როდესაც მრავალპარტიულ არჩევნებში პირჯვრის წერით აძლევდით ხმას ეროვნულ ხელისუფლებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი მეგობრებო, ღმერთი გფარავდეთ.